დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ქალბატონი მარიკა კუბლაშვილი და ექიმი ენდოდონტისტი ანა ლავრინსკაია. მოგესალმებით კოლეგებო, მადლობა მობრძანებისათვის. მართლაც აქტუალურია ეს თემა დღეს იმპლანტოლოგიაზე ბევრი საუბრობს სოციალურ სივრცეში, სამედიცინო სფეროებში და ერთ-ერთი თემა რაც არის ეს არის დაუყოვნებელი იმპლანტაცია. ანუ როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ, შემოირბენს კლინიკაში, თქვენ რა თქმა უნდა სრულფასოვნად მოემსახურებით და თავის იმპლანტი, თავის გვირგვინიანად მას აქვს და აგრძელებს ცხოვრებას. რამდენად მოთხოვნადია ეს პროცედურა, ან რამდენად რეკომენდებულია, ან ხუმარს ჯობს და დაყოვნებული მეთოდებით და ვთქვათ შედარებით ასე ვთქვათ პერიოდით ვისარგებლოთ იმისთვის რომ საბოლოო შედეგი იყოს ჯანსაღი და მდგრადი. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა. მოგესალმები მაყურებელს. ზოგადად ის რომ დენტალური იმპლანტაცია უალტერნატივო მეთოდია უკბილობის მკურნალობაში, ეს არ ახალია და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა ამ პროცედურასაც აქვს გარკვეული დისკომფორტები. და ყველაზე მნიშვნელოვანი დისკომფორტი ეს არის მკურნალობის დრო და ხანგრძლივობა, რომელიც პაციენტს ნამდვილად უქმნის დისკომფორტს, იმიტომ რომ ყველა პაციენტს უნდა კბილები ერთ დღეში, დღესვე ამ წუთას, რომელიც ზოგჯერ შეუძლებელია. იმიტომ რომ იმპლანტის ინტეგრაცია სჭირდება დრო, ეს არის დაახლოებით 1 თვიდან 4 თვემდე პერიოდი და ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტს უწევს დროებითი კონსტრუქციის ტარება, რომელიც ზოგჯერ არც თუ ისე კომფორტულია ეს დროებითი კონსტრუქცია. კიდევ უფრო რთულდება საქმე მაშინ, როდესაც კბილია ამოსაღები, ანუ აი ამ შემთხვევაში სტანდარტული პროტოკოლით საჭიროა დაახლოებით 5-6 თვე იმისთვის, რომ ველოდოთ კბილბუდის გაძვალებას, შემდგომ ჯდება იმპლანტი, იმპლანტის ინტეგრაციასაც როგორც გითხარით, ჭირდება გარკვეული პერიოდი, ამიტომ საკმაოდ იწელება მკურნალობის პროცესი და ხანგრძლივობა. რაც შეეხება დაუყოვნებელ იმპლანტაციას, დაუყოვნებელი იმპლანტაცია გულისხმობს ერთ ეტაპად, ერთ პროცედურაში კბილის ამოღებას და იმპლანტის ჩასმას, ხოლო დაუყოვნებელი დატვირთვა გულისხმობს ახალჩასმულ იმპლანტზე უკვე დროებითი კონსტრუქციის გაკეთებას მალევე. რომელიც რა თქმა უნდა ჯამურად ძალიან ამარტივებს პროცედურას, თუმცა ეს გამარტივება რა თქმა უნდა არ ხდება ხარისხის შემცირების ხარჯზე. ანუ სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან ბევრი უპირატესობები გააჩნია ამ მეთოდს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პროცედურა გამოსვლადია, იმიტომ რომ უნივერსალური არც ერთი მეთოდი არ არის და რა თქმა უნდა არც ეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პროცედურა შესაძლებელია, არის ნამდვილად უალტერნატივო. მისი მთავარი უპირატესობა არ არის მხოლოდ ის, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შედეგი გვაქვს გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე სტანდარტული მეთოდით მკურნალობის დროს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ნაკლებად ტრამბულობა, იმიტომ რომ პაციენტს ფაქტიურად ერთ პროცედურაში ტარდება 2 პროცედურა, კბილის ამოღების და იმპლანტის ჩასმის, რაც თავისთავად ამარტივებს პაციენტისთვის, ესე ვთქვათ, და პრინციპში ექიმისთვისაც ამ პროცედურას. და პლუს ამას რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თქვით სამედიცინო თვალსაზრისით, ეს არის შედეგი. ანუ ეს შედეგზე ორიენტირებული მეთოდია პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველაზე უმნიშვნელოვანესი, ესე ვთქვათ, დაყოვნებული იმპლანტაციის შემთხვევაში არის დანაკარგი ქსოვილების. ეს იქნება მაგარი ქსოვილი თუ რბილი ქსოვილი, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ იმ ესთეტიური შედეგის არასრულფასოვნებამდე, რასაც რისთვისაც ჩვენ ვაკეთებთ, ვთქვათ, ამ იმპლანტებს. ამიტომ აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც დაუყოვნებლივ ხდება მოკლედ იმპლანტის ჩასმა, ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც ძვლოვანი ქსოვილის კონტურებს, ესე ვთქვათ, ესევე რბილი ქსოვილების კონტურებს იმპლანტის გარშემო. გამომდინარე აქედან, როდესაც კიდევ ვიმეორებ, ჩვენება არის აღნიშნული პროცედურის ჩატარების და შესრულების, ეს არის ნამდვილად უალტერნატივო მეთოდი მკურნალობის. ანუ ამას არ ირჩევს პაციენტი, ეს არ ხდება პაციენტის სურვილისამებრ, ამას ადგენს ექიმი, რამდენად მნიშვნელოვანი არის და რამდენად ჩვენება არის. და რა არის ეს ჩვენებები, რა დროსაც შესაძლებელი არის ერთ დღეში ამ ყველაფრის მოგვარება და რა არის უკუჩვენება ამ შემთხვევაში, რა დროსაც უბრალოდ პაციენტს ეუბნებით, რომ ეს თქვენთვის კომფორტია, მაგრამ არ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, სურვილი ყოველთვის არის, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს დრო უმნიშვნელოვანესია გლობალიზაციის პროცესში, ანუ სწრაფად რაღაც შედეგის მიღწევა ყველას გვინდა. თუმცა როგორც თქვი, მას გააჩნია გარკვეული ჩვენებები. ანუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, როდის არ შეიძლება ვთქვათ ეს პროცედურა, იმიტომ რომ არ არის როგორც თქვი უნივერსალური. პირველ რიგში ეს არის შემთხვევა, როდესაც გვაქვს მწვავე ანთებითი პროცესი და როდესაც არის ექსუდაცია და ჩირკდენა, შეუძლებელია რომ ვთქვათ გეგმიური პროცედურა, ანუ იმპლანტაცია შესრულდეს. შემდეგ ეს არის ქრონიკული, მაგრამ ქრონიკული პროცესი, როდესაც მნიშვნელოვანია ზვლის დესტრუქცია და ფიზიკურად ვერ ხდება, ესე ვთქვათ, იმპლანტის პირველადი ფიქსაცია. და ეს რიგი ანატომიური თავისებურებები, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, თქვათ, ზვლის მოცულობიდან გამომდინარე, რომ მოხდეს იმპლანტის ჩასმა.
თუმცა ეს ჩამონათვალი არც თუ პროცენტულად არც თუ ისე ბევრია, დაახლოებით 70-80% შემთხვევაში ეს შესაძლებელია. თანამედროვე სტომატოლოგიაში სულ უფრო აქტიურად შემოდის მიკროსკოპი. აი, რა შესაძლებლობები აქვს და რა გამოყენება აქვს თანამედროვე სტომატოლოგიაში მიკროსკოპით მკურნალობას, რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს? ნამდვილად, ანუ ზოგადად პროგრესი მედიცინაში არ გულისხმობს მხოლოდ მაღალი ესთეტიური სამუშაოების შესრულებას, იმიტომ რომ ლამაზი ღიმილის შექმნა პირველ რიგში არ უნდა ხდებოდეს ჯანმრთელობის დაზიანების საპირწონეთ, ესე ვთქვათ. დღევანდელ დღეს, ანუ კი ცნობილი ტერმინი არსებობს, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ესთეტიურ სტომატოლოგიაში ეს ნამდვილად ესე არ არის. ამიტომ თანამედროვე ესე ვთქვათ ციფრულმა ტექნოლოგიებმა, რომელიც ჩვენს კლინიკაში დანერგილია, საშუალებას იძლევა, რომ ძალიან თხელი, ესე ვთქვათ, კერამიკული ვინირების და გვირგვინების დამზადება მოხდეს და ეს თხელი კონსტრუქცია თავისთავად საჭიროებს კბილების ძალიან მინიინვაზიურ პრეპარირებას და დამუშავებას, რომელიც შეუძლებელია, რომ შეუერაღებელი თვალით მოხდეს. ამიტომ ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ოპტიკური საშუალებები და აქედან ყველაზე უფრო ესე ვთქვათ ტოპი არის დენტალური მიკროსკოპი, რომლის საშუალებითაც 25-ჯერ და მეტჯერ ხდება სამუშაო არეალის გადიდება, ასევე მაქსიმალური განათება და შესაბამისად ის რიგი უზუსტობები, რომელიც შეიძლება ვთქვათ ჩვეულებრივი შეუერაღებელი თვალით ესე ვთქვათ არ ჩანდეს, ძალიან მარტივია მათი აღმოჩენა და მათი ესეთი პრევენცია, ესე ვთქვათ, გადიდების ქვეშ და მიკროსკოპით გადიდების ქვეშ. ანა, ახლა თქვენთან მაქვს კითხვა, იმიტომ რომ თქვენ კონკრეტულად ამ მიმართულებით ხართ დაკავებული, როდესაც კბილის ფესვის, აი ესე ვთქვათ, მაქსიმალურად დეტალურად შესწავლა ხდება და შემდგომ ამ დეტალიზაციის ფონზე სრულფასოვნად და სწორად განხორციელდეს, ვთქვათ, დაბჟენა და აგრეთ წოდებული დაპლომბვა, შევსება, არხის მომზადება, ანუ ბევრი რაღაც პატარ-პატარა ნიუანსებია, რადგან თქვენ ბევრად ჩემზე ბევრად უკეთ ისაუბრებთ. მოგესალმებით. მიკროსკოპმა სტომატოლოგიის ფაქტიურად ყველა დარგში ძალიან სწრაფად მოიკიდა ფეხი და მათ შორის არის თერაპიული სტომატოლოგია და ენდოდონტია, ანუ კბილის ფესვის მკურნალობა. მიკროსკოპი ეს არის ხელსაწყო, რომელიც ოპტიკური ლინზების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საოპერაციო არე 20-25-ჯერ მეჯერაც კი გავზარდოთ და ვუმკურნალოთ კბილებს მაქსიმალური სიზუსტით და მინიმუმამდე დავიყვანოთ გართულებების რისკი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, თუ კი ჩვენ ადრე მიკროსკოპის გარეშე, ასე ვთქვათ, ბრმად ტაქტილური შეგრძნებების საფუძველზე გვიწევდა კბილის ფესვის არხის დამუშავება, მიკროსკოპის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, აღმოვაჩინოთ ისეთი ნიუანსები, რომელთა დანახვაც შეუერაღებელი თვალი ძალიან რთული, ან ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი არის ხოლმე, მაგალითად როგორიც არის დამატებითი და იგნორირებული არხები, ან თუნდაც კბილის მიკრობზარები, ან თუნდაც კალციფიცირებული და დახურული არხის შესასვლელები, რომელთა გახსნაც და მკურნალობაც და დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა აღვნიშნო მიკროსკოპის როლი განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის დროს, როდესაც ჩვენ გვიწევს კბილის ფესვის გამჟენა, ანუ არსებული საბჟენი მასალის გამოტანა არხიდან და მისი გასუფთავება. მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ ჩვენ იმას, რომ კბილის არხის ანატომია უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე ოვალური და ეს ჩვენი როტაციული ინსტრუმენტები კბილის ფესვის ყველა კედლის ზედაპირს ვერ ეხება ფიზიკურად და გვჩება გარკვეული დაუმუშავებელი უბნები, სადაც ეს ინფიცირებული ქსოვილები და ძველი საბჟენი მასალა შეიძლება დაგვრჩეს მკურნალობის პროცესში, რამაც შეიძლება სამომავლოდ გართულება გამოიწვიოს. მიკროსკოპის დახმარებით კი კარგი ვიზუალიზაციის ხელშეწყობით ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად აღმოვაჩინოთ ესეთი უბნები, მოვახდინოთ მათი პრეპარირება, დამუშავება და სრულად მოხდეს ამ ინფიცირებული ქსოვილებისა თუ ძველი საბჟენი მასალის მოცილება არხიდან და აუცილებლად შევეხებით ემას, ქალბატონმა მარიკამ უკვე აღნიშნა კბილის მინიმალური ინვაზიური პრეპარირების საკითხს, რაზეც ფაქტიურად მთელი მსოფლიოს სტომატოლოგები უკვე ერთხმად თანხმდებიან, რომ უნდა მოხდეს კბილის ქსოვილის დამუშავება აუცილებლად დაზოგვით. მაგალითად, როდესაც ჩვენ გვიწევს არხიდან მეტალის ჩანართების წკირების, მინაბოჭკოვანი წკირის ან თუნდაც ჩატეხილი ინსტრუმენტის ამოღება, ხო? ასეთ შემთხვევაში განსაზღვრა იმის თუ რომელი ქსოვილის დამუშავება არის საჭირო, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გართულებების მაღალი რისკია. მიკროსკოპის საშუალებით კი ამის დიფერენციაციას ძალიან მარტივად ვახერხებთ ხოლმე.
და ბოლოს აუცილებლად შევახები საკითხს მიკროსკოპის დახმარებით ფოტოდოკუმენტაციის წარმოების შესაძლებლობას, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვიწევს ეგრეთ წოდებული კომპრომისული კბილების მკურნალობა, რომლებსაც ალბათ სხვა შემთხვევაში ხელს არც მოვკიდებდით და ეგ რას ნიშნავს აუხსნათ, აი კომპრომისული კბილი რა კომპრომისული კბილი ხო, აი განწირული, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის ისეთი გართულებებით, რომლის მკურნალობაც აი ესეთი შეუიარაღებელი თვალი ძალიან რთული ან ხშირ შემთხვევაში უშედეგოც კი არის ხოლმე. ასე დროს პაციენტის ინფორმატიულობა და მისი მკურნალობის პროცესში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად დავანახოთ ბოლოს მისი კბილია, ხო, ნუ ხანდახან დაჩავთო. ზუსტად დავანახოთ აუხსნათ არსებული პრობლემა, ავუხსნათ თუ სამომავლო ჩვენი მკურნალობის შემდეგ რატომ შეიძლება ამ კბილს ჰქონდეს გართულება და შევთავაზოთ მკურნალობის ალტერნატიული გზები. ასეთი ტექნოლოგიები, როგორც ამ შემთხვევაში მიკროსკოპია, ხო, არის ორმხრივი დატვირთვის. ერთი რომ სპეციალისტი თავის შრომის ნაყოფიერებას ზრდის და მეტად უფრო ფუნქციონალური ხდება და მეორე რომ პაციენტი არის დაცული და მეტად პროდუქტიულია მისი შედეგები, ხო? ანუ ეს ორმხრივი დადებითი ეფექტი აქვს, არა მხოლოდ მარტო ექიმისთვის შრომის გაუმჯობესების მიზანი აქვს ამ ყველაფერს. კი ბატონო, ექიმისთვის დავამატებდი იმას, რომ მიკროსკოპი აძლევს შესაძლებლობას ექიმს ერგონომიულად იმუშაოს მიკროსკოპთან, იმიტომ რომ აუცილებელი ფაქტორია ეს, რადგან ხშირ შემთხვევაში ექიმს არასწორი პოზიციის გამო მკურნალობის დროს ხერხემლის და კისრის გართულებები შეიძლება განუვითარდეს. ხო, ამიტომ სწორი მიკროსკოპი არის უნიკალური ხელსაწყო, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაოთ სწორად და მაქსიმალური სიზუსტით. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო, მინდა წარმატებები გისურვოთ. იმპლანტოლოგია ჩვენთვის ყველასთვის და მოყოლებისთვის საინტერესო თემაა, როგორც აღნიშნეთ, ბევრი გვეკითხება, ბევრ საინტერესო კითხვასაც ვამენ და თქვენის დახმარებით ჩვენ მეგონი საინტერესო და გამოსადეგ პასუხებს ვაძლევთ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა.